გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და რა თავარია ღმერთი იყო ჩვენთან. ჩვენ ვიქნებით ღმერთთან და ის თავისთავად ღმერთი იქნება ჩვენთან. მოგეხსენებათ, ყველანი დაძაბულები ვართ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და ჩვენ თავისთავად ნერვიულად ბუნებრივია გამოხატავთ 1000 რაღაცას და აი ასეთი პატარა ექსპერიმენტი კი არა, მე მინდა რა იცი, აი ჩვენ რა თქმა უნდა გადავიღებთ ვიდეოს, ჩვენი ვიდეოები როგორ იყო, ხო შემეცნებითი, ვაკეთური, მაგრამ ყველაფერზე ლაპარაკობთ ლიტერატურაზე, პოლიტიკაზე, მომენტებში, ბიბლიაზე, ამ ცხოვრულ ამბებზე და ასე თუ ისე ყველაფერს ვეხება. ფიქრობდი, ეხლა გინდა არ გინდა, ყველას აქვს თავისი აზრი, ხო? ხშირად მაგ ნათქვამი რომ სიმშვიდე და შენი და მოიყურე სული შენი. ჩვენ ამას ვაწვევით და ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. მე ზოგჯერ რაღაც თემას რომ ემოციებზე ვავარდები ხოლმე, მე თვითონ ჩემთვის ვეუბნები რომ კაკო დაწყნადი არ შეიძლება და ამ დროს შემდეგ ვიდეოებზეც თუ რაღაცა ავარდი ან არასწორი თქვი, მეგობრებო, გამოუშვით შენიშვნები, რომ ასეთი ავარდნები და ასეთი რაღაცა არაკორექტული გამოსვლები რო არ იყოს. და რატო ვამბობ ამას ახლა მეგობრებო და მე ჩემ თავზე ვიმუშავებ და თქვენი საშუალებითაც მეც რაღაც ასეთი წყნარი რაციონალური ლოგიკური საუბრით იმ საკითხებს გადავჭრით და გადმოჭრით, რომელიც სამწუხაროდ აი ხშირად მომიტყვია, რომ აი ვიღაცა იქ არაკორექტულად მიქცევა, ზედმეტი მოსდის და რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო, მიუხედავად იმისა, რომ ყველას აქვს თავისი აზრი და მეტად როცა ადამიანს აქვს ამბიცია, რომ ეკლესიური ვარ და ის თეზი, რომ სიმშვიდე მოიპოვე სული შენი და წყნარად უთხარი შენი სათქმელი, ამას უნდა მივისდიოთ. იმიტომ ეს ერთადერთი გზა არის და ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენის არის ღმერთთან ახლოს ყოფნა და მისი მცნებების შესრულება. და თუ შენ ამაში დისკუსიაში ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენე, ვიღაცას აწყენინე, ვიღაცას რაღაც ცუდად შეხედე, იმას მე სხვანაირად წამოყვა ეს შედეგი და რაღაცა დატოვე, არ არის სწორი. მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში რო შევხედოთ, ასე არ ხდება. ჩართავ ტელევიზორს ან YouTube რაღაცა დისკუსია მიდის შეურაცხყოფები, ზოგჯერ სკამების როლა, იმის როლა, ამის როლა და საერთო ჯამში გამოდის ყაყანი და საქმეც არ ხესდება. და ეხლა რო წამოვისყე, ალბათ აი ამ თემაზე მინდა ამ თემაზე ასეთი საშუალებაზე დავფიქრდი და აი ჩვენ ლაპარაკში და ჩვენ რაღაც ვიდეო გადაღებებში ეს რომ ვერცე გავწიოთ და საქმეზე ვილაპარაკოთ. და თავარი გავიდეთ შედეგზე. ბევრი რო არ გაგაწვალოთ მეგობრებო, გაუშვათ ეს ექსპერიმენტი და როგორ გამოგვივა და როგორ აი მოკლედ ვიტყვი რა, როგორი თქვენი შეგეჭამეთ. აი ვიდისკუსიოთ ისე რომ არავინ არ დაწყეს ნაწყენი, შეურაცხყოფილი და რაღაც ცუდ სიტყვაში დაბოხმილიც არა, უფრო ლაით სიტყვაში, აი ნაწყენი არ დაჩეს და რაღაცა კმაყოფილი ჩვენი დისკუსიიდან და ნალაპარაკებიდან გამოვიდეს ისე რომ დაფიქრდეს, სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, შეიძლება არ დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნაწყენი და როგორ ვთქვათ, შეურაცხყოფილი არ გამოვიდეს ჩვენი დისკუსიიდან. პატარა შესავალი გამოგიცხადეთ და ნახოთ აბა როგორ გამოგვივა. მეგობრებო, ყველა დაძაბულები ვართ, ყველა ანერვიულები ვართ და საქართველოში ხდება. მე პირადად აი ამ არაბულ ინვესტიციას ასაც ეძახიან. ყველანაირად წინააღმდეგი. არ ვიცი, ძალიან წინააღმდეგი ვარ, ვინც არ უნდა დამელაპარაკოს, ჩემი პოზიცია მაქვს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც სხვანაირი პოზიცია აქვს. რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს, არასწორი იყოს, ჩემას არ ეთანხმებოდეს.
რა გვაქვს უფლება და ხო არ დავიწყებთ ერთმანეთზე შეურაცხყოფის მიყენებას და ზედმეტი რაღაცების თქვას. ამიტომ მოდი ვიდისკუსიოთ და მე ჩემი მიმდინარე პროცესები რაც საქართველოში ხდება ეს რაღაცნაირად ჩამოვაყალიბო და ჩვენ ასე ვიტყვი და როგორ ვიტყვი მე მეკრება პოზიცია საწინააღმდეგო მე მაქვს პოზიცია საწინააღმდეგო პოზიციასაც მოვისმენ და შევადარებ საწინააღმდეგო პოზიცია მე საწინააღმდეგოს უპასუხებ ზოგადად ასეთი პოლიტიკური თემები ძალიან რთული თემებია იცით რომ პოლიტიკურ დისკუსიებში როგორ შეურაცხყოფებზე გადადიან როგორც წეღანაც რო თქვი და აბა ჩვენ როგორ გამოგვივა მაგრამ ჩვენთვის თავარია იყოს შედეგი და დავიწყოთ დონე თვინი შეგიწევთ კარგი ესე იგი 10 საკითხი განვიხილოთ თემა ამ არაბული ინვესტიციის შესახებ მოგეხსენებათ ინვესტიცია არის არაბული ინვესტიცია არის ადამიანები რომლებიც როგორ 6 მილიარდი ამ ხელის ამის საშუალების გაშვება შეიძლება მაგრამ არის კატეგორია რომელიც ეწინააღმდეგებია ამ ხარესაც აქვს თავისი არგუმენტები მეორე ხარესაც აქვს თავისი არგუმენტები და მოდი განვიხილოთ ეს პირველი და ამ დისკუსიებში პირველი კითხვა რომ აი რომ მიდის რაღაცა მომხრეები რომ მიდის ამ თემაზე საუბარი მე რასაც ინტერნეტში უყურებ პიტაპი გადადიან ვინც მოწინააღმდეგები არიან ამ ინვესტიციის შესახებ და მეც მათ შორისა ვარ პიტაპი ეძახიან რომ ისინი არიან არიციან საქმე არ აქვს წაკითხული და ურა პატრიოტები არიან ასეთი ტერმინებიც მოდის ძალიან ხშირად აქ არის ძალიან დიდი შეცდომა დაშვებული მეგობრებო უყურეთ კი აი ხა ჩემ კატეგორიებმაც ნამდვილად არ ვიცით უბრალოდ გაგონილი გვაქვს ვიცით რომ ინვესტიცია მოდის რაღაცა უნდა ჩაიდოს მაგრამ არავის არ აქვს ნანახი კონტრაქტი და რა პირობებია და ბუნებრივია აქედან გამომდინარე შეეშინდება ადამიანებს და შიში არის მაგრამ უყურეთ მეორე მხარე ამ დროს იძახი ხათ ურა პატრიოტები აი რა შეცდომა ხო დაშვება ესე იგი მე მეუნები ურა პატრიოტს ესე იგი რა გინდა შეურაცხყოფას მაყენებ და მიწვევ ამიტომ აი ესეთი აპარატი ძალიან დიდი შეცდომაა რომ ასეთი მიმართვით და შენ საქმეზე ილაპარაკე მე თუ არ ვიცი გამაგებინე მაჩვენე და მე შეიძლება გავჩერდე მასალ ამოვი მაგრამ საქმე იმაშია რომ ვისაც ეხება ეს თემა და ვისაც ეხება და ვინც უნდა გადაწყვიტო და ვინც მოაწერა თუ არ ვიცი ხა მოაწერა თუ არ მოაწერა ჩვენ ჯერ არ ვიცით მაგრამ რა უშლის იმას ხელს რომ ხელშეკელობა საჯარო იყოს და ჩემნაირი ხალხი და ისეთი ხალხი რომელსაც არ ვიცით გვაჩვენეთ რა წერია ეგ როგორ წერია და გავჩერდებით ხო სამწუხაროდ ეს შეთანხმება არ არის იმედია ალბათ გამოაჩენე ეს არის ყველაზე კაი ვარიანტი რომ დაშოშმინდეს ხო დაშოშმინდეს ეს ხალხი და იყოს სიწყნარე და სიმშვიდე ეხლა სიტყვა მოიტანა და ჩვენ ხო ვამბობთ ჩვენ ხარ მორწმუნე ადამიანები ვართ ეხლა ჩვენთან საქართველოს ვიც არ უნდა გააჩეროთ ყველა გეტყვის რომ მორწმუნე ვარ მაგრამ მორწმუნე ადამიანი და ღმერთი რას გვასწავლის რომ შფოთი რო არის რაღაც ორ ადამიანს შორის ან სიტუაციაში რო არის შფოთი ის უნდა დააშოშმინო დააწყნაო და არა გადაუვალო და აქედან გამომდინარე ხედავ რომ საზოგადოებაში შფოთია და იმის მაგალითად თუ დააშოშმინო ამ შემთხვევაში ეს საკუთები აჩვენო ხო დააშოშმინდება მაგრამ რა ხდება ეს არ ხდება მაგრამ იმედია რაღაცა მოხდება და ის პასუხისმგებლები პირები ვისაც ეკუთვნით ეს რომ დააშოშმინო ამ საკუთებს ვაჩვენებ მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ამ ხას არ უნდა გადაუხიოთ მიუხედავად იმისა თუნდაც იქცევა თუ არ იქცევა თუ კარგად იქცევა თუ რანაირად იქცევა შფოთი უნდა დაშოშმინდეს ეხლა ჩვენ მიმდინარე პროცესებში აქ რასაც ვაკეთებთ ამ დისკუსიებში
უფრო კონკრეტულ გვარებზე და სახელებზე არ ვიტყვი, მაგრამ აი ზოგადად ვილაპარაკებ როგორც თეორიაში, როგორც ლექციებზე. ეხლა მე ხშირად ავთქვი, რომ ვიზეც არის დამოკიდებული ეს კონტრაქტის ამბავი, ხო? ყველა მიხვდება, რომ მთავრობას, ხო? იმიტომ მთავრობა იღებს თავის თავს. მოდი ეხლა სახელმწიფო და მთავრობა. მოდი ეხლა გავშიფროთ რა არის სახელმწიფო და მთავრობა. ცხოვრობთ ადამიანები, რაღაცა ჯგუფი, ადამიანთა 500-1000 ნუ რაღაცა ჯგუფი და ჩვენი ინტერესები გვაქვს, ერთენაირი ინტერესები გვაქვს, ერთად ცხოვრობ ჩვენი, აი ასე მარტივად გვაქვს ეზო და სხვადასხვა ადამიანები ცხოვრობ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი ისტორიები, ჩვენი რაღაც ყველა თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ რაღაც მომენტებში ამ საზოგადოებას მასა ჭირდება დამცავი, ხო? და ამას ქვია სახელმწიფო, ესე იგი ქმნის ჩვენ სახელმწიფოს, რომელიც თავისი პოლიციით, ექიმებით, მასწავლებლებით ამ საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვას, ხო, ძალიან მარტივია. ეს გავიგეთ ახლა სახელმწიფო რაც არის, მაგრამ სახელმწიფოს ხო უნდა მართავდეს ვიღაცა და რაღაცა. ვინ მართავს? მთავრობა. ესე იგი, ჩემი სახელმწიფო, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენი ეროვნული ჩვენი ერთი ხასიათიდან გამომდინარე ადამიანები შევქმნით სახელმწიფო და სახელმწიფოში დავნიშნეთ ადამიანები, ანუ მთავრობა, რომელმაც უნდა დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, ანუ სახელმწიფო უნდა დაიცვას იმ ადამიანთა ინტერესები, რომელიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გადის დრო ჩვეულებრივა და ზოგი ექიმია, ზოგი მასწავლებელია, ზოგი გლეხია, ზოგი ისა და ყველა აკეთებს თავის საქმეს. და ამ დროს ხედავ რომ ვიღაცა შენ ეზოში მოდის დათვი და ამ შენ აწყობის სისტემას, ანუ შენ იმას გირებს. ესე რას იზამ, იწყებ ბრძოლას, ხო? მაგრამ პირველ რიგში შენ მიხედავ აიხედავ მთავრობის, რომელსაც უნდა მოაგვაროს ეს საქმე, დათვი ან გააგდოს, ან უნდა ვითხრას, რომ ეს დათვი კარგია და მოგეშინიათ ხალხო, უნდა იმუშაოს. მაგრამ არ ფიქრობს მთავრობა ამაზე და ჩვენ უკვე ის მოსახლეობა, რომელიც იწყებს ამ დათვის გახიზიანებულია და ამ დათვს ან მოერევა, ან არ მოერევა და საერთო ჯამში არის ის სიტუაცია, რომ ქვეყანაში და იმ ტერიტორიაში, ეზოში ირევა სიტუაცია. Vitом ეზოპის ენით ლაპარაკობ, მაგრამ მაინც ვიტყვი. ესე იგი, იმ სიტუაციაში არის არეულობა. ეს არეულობა, ანუ შფოთი, ვინ უნდა დააწნოს. მთავრობა, ხო, ყველა მაგას ვიტყვი, მაგრამ ეს არ ხდება. ეხლა რატო წამოვიწყე ასეთი საუბარი? არის აი ხა მეორე საკითხზე ლაპარაკობ. აი ხშირად უთქვიათ, რომ თქვენი საქმე არ არის ყველა მაგალითად თქვენი საქმე. მთავრობა მიხედავს. მაგრამ მთავრობა ეხლა ხო მთავრობა ხედავ რომ დათვი მოვიდა და მე ამ დათვის მეშინია და მე ვიწყებ მთავრობაზე მთავრობა ნუ გეშინია საშიშია უნდა მეუბნები ბიჭო დათვი ეგ მოსული და არა ნუ გეშინია მთავრობა მე არ მეუბნება რატო არ უნდა მეშინოდეს და მეუბნება რომ პირიქით შენი საქმე მიხედე შენ საქმე შენი ძღოლი ხარ ექიმი ხარ მასწავლებელი ხარ მიხედე და მე მივხედავ ამ ბიჭო როგორ მივხედავ ხედავ რომ შენ არაფერს არ აკეთებ და უკვე იქნება ამოფინობა. მე ასე უყურებ ამ სიტუაციას. აი, მე მივხედავ შენ საქმეს გასაგებია, მაგრამ მე მეუბნები შენ საქმეს მიხედავ, მაგრამ შენ მთავრობა რომ შენ საქმეს არ აკეთებ ბოლომდე და პასუხს გეუბნებს არ იღებ, ამიტომ შფოთია. აი, აქაც გაურკვევლობა. და ეხლა ჩვენ შემთხვევაშიც ეხლა ხედავთ რომ რაღაცა არაბული ინვესტიცია მოდის, დიდი თანხა მოდის, ჩვენ არავინ არაფერს არ გვეუბნება და ჩვენი მთავრობა გვეუბნება რომ არაფერი, ყველაფერი კარგად არის. ჯერ ესეთი პრეტენზია მექნება, მე მეშინია რომ არ იქნება კარგად და არც ვიცი რა ხდება. აქ ჩემო მეგობრებო გონი აქ გასარკვევია საქმე და იდა ასე თქვი, გინდა ესე თქვი, მთავრობა უნდა შეასრულოს თავისი საქმე. აქტია რომ თავის საქმეს არ აკეთებს. მთავრობის საქმე რა არის? ის შფოთი ის გარემო უნდა დააწნოს, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ, რომ მიდის პროცესი დაწყნარებისკენ, მიდის რაღაც არეულობისკენ და ქაოსისკენ. ეს სამი მიზეზი თქვით, ხო, რატოა უკმაყოფილება. ეხლა გადავიდოთ მეოთხეზე.
ასეთი ნათქვამებია, რომ ბევრი მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, არ ვიცი მთავრობის წარმომადგენელია თუ მაგათი დამსავები იძახიან, რომ თქვენ ყველა ვიცით, რომ ყველა შევთანხმდით, რომ ინვესტიცია კარგია, მაგრამ გააჩნია როგორ ინვესტიციას, ხო? ინვესტიციასაც ცოტა უნდა, არის ინვესტიცია, ქარხანა, ფაბრიკა, დაიდება ფული, მუშები იმუშავებენ სტაბილური შემოსავლით და გარკვეული დროის შემდეგ ეს შენობა და ეს რჩება, მუშები რჩება და თავისი ინვესტორის და ისეთ კმაყოფილია. აქ რაღაც უცნაური ინვესტიცია, აქ ვეკულობთ, რომ მოდის ვიღაცა სხვა წარმომადგენელი ხა არაბი აკეთებს და გეუბნება, რომ მე ეს უნდა ეს მიწა არის ჩემი, ესა იდუნო შენ გეკნება მთავრობას, ჩვენ ქართულ მთავრობას ეუბნება, თქვენ 60% თქვენია და 30, 60 ჩვენია, 30 თქვენი იქნება. და მე მოვიყვან ტურისტებს, მე დიდალ ხალხს მოვიყვან და ინვესტიციებს გაქირავებით თუ მოყვანით, ბევრ ხალხს მოვიყვან. ეხლა ის ხალხი, რომელიც უკმაყოფილია ფიქრობს, კაცო, ეს რა ინვესტიციაა, ესე იგი ვიღაცა მოდის, არაბი ხა ვიღაცა ცოტა ჩვენ ხო შევთავდეთ ცოტა სიტყვებს არ ვიტყვი. არაბი მოდის და იდულობს ამ შენ ქონებას და მე ვიღაცები მოყავს, ან გააყიდეს და ამას მოყვება კიდევ სხვა ხალხი. ეხლა აქ მიდის დავა, ეს არის ოკუპაცია თუ არ არის ოკუპაცია. როცა იყიდი, ესე იგი მიწას ყიდი, ხო, მე ასე უყურებ. მაგრამ მთავრობა მე მეუბნება, არა ეს არ არის გაყიდო. 60%-ით მე მიწით შემოდივარ წილში. მაგ გაყიდვებში და იმებში, აი მან გაურკვეველი, აი ესეთ გასარკვევია, ეს რა ინვესტიცია, რაღაც ვერ ხვდებით. ამ დროს მთავრობა არ მუშაობს და მთავრობის წარმომადგენლები არ მუშაობს და იმის მაგალითად რომ აგვიხსნან ეს პროცესი და რა ინვესტიცია, როგორი სახეობის ინვესტიცია ესა შეურაცხყოფას გვაყენებენ ვარდნელები და ხო და ასეთი ქსენოფობები ხართო. აი აქ მაგარი აი რაშუაში აქ ქსენოფობები გეუბნება, ეხლა როგორ გეუბნება, აი ეხლა არაბის ნაცვლად რო იყოსო ფრანგიო, ესპანელიო, თქვა ინგლისელიო, ხმას ხო არ მოიღებითო. რაშუაშია. პირადად მე თუ პირობები ცუდია და ჩემნაირი ხალხი, რა თქმა უნდა ხმას ამოვიღებთ ეს ინგლისელია, ამერიკელია თუ არა, იმიტომ რომ რატო? ძალიან მარტივია. იმიტომ კი რა არაბია, რაშუაშია არაბი და ესა. იმიტომ დემოგრაფიული სიტუაცია იცვლება. შენ თუ ისა ადამიანები ჩამოიყვანე, თან დიდარი ადამიანები ჩამოიყვანე, რომელიც 60%-ს წილი შედის მაგაში და შემოდის 60%-ით და ღმერთმა იცის კიდევ რას გამოიტანს აქეთ. აი ესეც უნდა აგვიხსნა. ეხლა მე შეიძლება კარგად ვერ ახსენე, მაგრამ მე კიდევ ფულებს მოვიტან და მე უყურეთ კიდევ აი რა არის საშიშროება, აი ბიზნესის წესია. საერთოდ აი მე ჩემ ცხოვრებიდან მე ადრე ბიზნესს ვაკეთებდი და ერთხელ რაღაცა გავხსენით მსხვილი ყველა ჩამოყვანილი თომას როგორ მახსოვს გარდაიცვალა თავაზე რაღაც ბიზნეს პროექტი და ჩვენ ხო იცით რაღაცა პროექტი ვაჩვენე და ჯიგრულ ფონდში ქართულად 50% მე 50 შენ და ასე უცნაურად შემოხვედა შენ რას როგორ ეს შენ ვაფშე საქმის გუშინ როგორ მეთქი როგორ არა უცნაური ერთ იყოს 51 49 იყოს 70 30 80 20 მა 50 მე შენ არ დაგელაპარაკებ, შენ არასერიოზული კაცი ხარ. შეტრიალდა და წავიდა. მე ასე პირი დავაღე და მეთქი ვერ გავიგე. მაშინ 90-იან წლები იყო და არა, ყოველთვის ბიზნესში ეს ნებისმიერი ხა არ ვიცი საქართველოში ხო ეს ჯიგრულამბები ხდება, მაგრამ გამორიცხულია ერთი მხარე ყოველთვის უფრო მეტი პროცენტით მეტი უნდა თონდეს 1 2 3 რატო? იმიტომ რომ რაღაც ეკონომიკურ ბიზნესურ პრობლემებში რაღაც გადაწყვეტილებებში კი იღებ მონაწილეობას, მაგრამ ბოლოს სიტყვა, ანუ რაღაცა დისკუსიის შემდეგ აი ბეჭედს აფხავს ის, ვისაც მეტი პროცენტი აქვს. და ამ შემთხვევაში აი სულთა ბიზნესურად ეხლა ჩვენ თქვა ხო იცახიან 30% ქართველებს ეკუთვნის 60 ეკუთვნის იმას აკია არაბებს. მე რაღაცა თუ არ მომეწონა, სიტყვაზე ქართულ მხარეს და დავიწყე იქ ჩემი პრეტენზიების და რაღაც უკმაყოფილების გამოხატვა ის მეთქი რომ შევინახავ. მე 60% მაქვს, 70% მაქვს და ამიტომ მე როგორც გადავწყვიტეთ, მე ამას იურიდიულადაც და
როგორ თქვა, ყველანაირად გამართლებული ვერაფერს ვერ უზრუნო. აი სად არის ჩატებული რაღაც გაურკვევრო. გაგვარკვიეთ, იძებე ჩვენ ვსდებით. აი ბიზნესის წესი ხო არის 70-30, აი მანდ ვინ არის ბოლოს სიტყვას ვინ იტყვის. და ეჭვი მეპარება, რომ ამ შემთხვევაში ქართველები ბოლოს სიტყვას იტყვიან. ვერ იტყვიან, ვერც იურიდიულად, ვერც ვერანაირად. ეხლა გადავიდეთ მეხუთე თუ მეექვსე განვიხილოთ, ხო? ეხლა ჩამოვიდა ეს ადამიანი და ამას იყიდა აქ ბინა, რაღაცა, მთელი ამბები და მომდა ლოცვა. ეთქვი უარს, ვერ ეთქვი. არც ქრისტიანულად, არც ადამიანურად. ადამიანმა სახლი იყიდა, ბავშვები დაამრავლა ისე და ცხოვრობს ახლა. არავინ არის ჰომოფობია რა შუაშია, მაგრამ არის მუსულმანი, გეტყვით მეჩეთი უნდა ავაშენო. ვერ ეთქვი. და არც უნდა უთხრა, გამორიცხულია. ამიტომ შენ პროვოცირებას უკეთებ, შენ თუ მაგას უარი უთხარი. ზაბავ ამ ადამიანს, ხო, იმ მომენტში, იქამდე არ უნდა მიიყვანო საქმე. არ არის ეს საშიშროება? აი ქრისტიანულად, სარწმუნოებრივად საშიშროება. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველას უნდა მისცეთ თავისი სარწმუნოება. თუნდაც ჩვენი ქართველები რა, აჭარაში მუსულმანები არ არის გასაგებია, მაგრამ უყურეთ მეგობრებო, აქ შევა თეოლოგიურ თემებში გადავდივართ, მაგრამ ნებისმიერი გააჩერო მუსულმანი, ისლამის მიმდევარი, მათ უხარიათ ეს და ამაყობენ ამიტაც, იმიტომ რომ ყურანში თუ გაქვს აკითხული და გათვითცნობილი ხარ, პირდაპირ წერია რომ ისლამი უნდა გავრცელდეს მთელ მსოფლიოში. და ამათ უხარიათ ეს და აკეთებენ კიდევ და არც ამალავენ, არავინ არ გიმალავს ამას. და წარმოვიდგინეთ ახლა როგორ შეუთავსებლობა ჩვენ ხო? ჩვენ ქრისტიანობა სხვანაირად ვფიქრობთ, ისინი სხვანაირად ფიქრობენ. და უკვე კონფლიქტი იწყება. ეხლა მეჩეთები და იმებს ვააშენებ, კონფლიქტი არ იწყება. აი ამაზე რა უნდა მიპასუხოს მთავრობა? ანუ წარმოგიდგენთ, არ ვიცი, მე ველოდები, აი ამ პრობლემას როგორ გადაჭერა. ეხლა ამას მე რასაც ვამბობ, მე მოდი ასე ვთქვი, შიშები რა, აი ულტრაპატრიოტები, ამის ულტრაპატრიოტებს ამის გვეშინია. თან მაგალითებიც გვაქვს. მაგალითები გვაქვს. კიდევ ეს შენებელი იძახის 30,000 კვალიფიკაციურ მუშას ჩამოიყვანა. და უბრალო მუშების რაღაც 50-60,000-მდე მოვა. ეს ხალხი რომ სადღაც ხომ იაროს 30,000 კაციდან 5,000 მაინც დარჩება საქართველოში. აი დარწმუნებული ვარ, წარმოვიდგინეთ თქვენ, ეხლა უდაბნოში იქითკენ არაბეთში როგორი ბუნება ამ საქართველოში გონიოში სასწაული წავა აქედან, როცა საშუალება ექნება და მეჩეთები იქნება გასწრიდან 1000 მე ჩვენ არ ვიცით თავში რა უდებთ. და ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს, აი მაგალითად გავიხსენოთ სოფელი კაბალა, ნაკოტეხის გვერდზეა სოფელი კაბალა. მე-19 საუკუნეში ჩვენი თავადი ვინც აკონტროლებდა ეს სიტუაცია, რაღაცა მიზი ალპობლიდა ხალხი და ამის დამაკვარი და 10 წემსი გადმოიყვანა აზერბაიჯანის მხრიდან. გავიდა 60-70 წელი ამაწადით კაბალაში და ერთ ქართველს არ მიმესწრაფა მთელი ყველაზე დიდი სოფელია საქართველოში, როგორც ვიცი, ველიციხეა დიდი სოფელი, მარტყოფი და კაბალა. ისე ჩვენი თანამოქალაქეებია, მაგრამ რეალურად რომ დავფიქრდე, დემოგრაფიული სიტუაცია ხო შეიცვალა. მაგისი გვეშინია ჩვენ რომ მოხდება აქაც ასე. დაგვისაბუთეთ, როგორ გააკონტროლეთ ამას ყველაფერს. ზოგი გამოვიდა ამ პროექტის მომხრეები, ვინც ამბობენ, ისინი ამბობენ, ყველაფერი უნდა გავაკონტროლოთ, შემოსვლას, გასვლას, საბუთების მიცემას, ამის მიცემას. რომ დაფიქრდე, კი, მაგრამ გავაკონტროლებ, ჩვენ მაგის საშუალება გვაქვს, შეგვიძლია. როდესაც ხედავ, კი, მართალია აი ევროპაში, შეხედეთ ინგლისი, გერმანია, ბელგია. რა ვიცი, ჩვენზე ძლიერი ქვეყნები არიან და მაგათმა ვერ გააკონტროლეს და ჩვენ გავაკონტროლებთ. რა ვიცი, მათ ჩვენეთ როგორ გააკონტროლებთ. რა ვიცი, მე მაგ ეჭვი, მე მაგ ფიქრები.
თქვენ ვალდებული ხართ ეს ვალდებული კი მითხრა და ამიხსნა რომ მე შიში გამიქრეს უნებრივია რა შიში არის აი თუნდაც ეხლა ნიუ-იორკში ნიუ-იორკის მერი გახდა 34 წლის ზოხრან მანდანი მუსულმანია კაცური მუსულმანთა პრობლემა აგი არა მაგრამ უკვე რა ხდება ამერიკა 15-20 წლის წინ რო გეთქვა ნიუ-იორკში ამერიკელისთვის რომ 15-20 წელიწადია ნიუ-იორკში გახდება მერი მუსულმანი ხო გაეცინებოდა გავიდა დრო და ეს ნიუ-იორკის მერი არის მუსულმანი ინდოეთში დაბადებული კი მართალია რადიკალი მუსულმანი არ არის მაგრამ უკვე 2 დღეა ჯერ არ შესულა მაშინ შენობაში და უკვე აცხადებს რომ მეჩეთები უნდა გაიხსნას ის გაიხსნას და იმიტომ რომ ნიუ-იორკი არის ემიგრანტების ქვეყანა ჩვენ იმიგრანტების ინტერესები უნდა დავიცვათ და რა მოხდა მეგობრებო რომ ჩატარდა არჩევნები 6 მილიონი მომრჩეველი შემოვიდა საარჩევნო მასთან 6 მილიონიდან 4 მილიონად იყო მუსულმანი და ძალიან მარტივად ბევრი არიან და თავისუფლად გადაწყვიტეს თავისი მუსულმანს მისახმა მე ეს ბუნებრივია კაცო თავისად მისცემს მაგრამ ეხლა ნიუ-იორკი კიდევ გასაგებია მუტი რაღაცნაირი ქალაქია მაგრამ ჩვენ ისედაც ცარიელი დაცარიელებულია საქართველო ყოველი მეორე გაქცევაზე მიდის 10 ახალგაზრდადან 6 რო გითხო ყველას ასვლა უნდა სოფლები დაცარიელებულია სამუშაო გარბის ეს ახალგაზრდობა თუნდაც საშიშროების წინაშე არა ვართ აი მაგალითად თბილისში რომ მოიდომო მათ ხაჭაპური ახირკანი რომ გამოიძახო 5 ჯერ დარეკავდა აი დააწყვეტა 5 დარეკვიდან 4 დარეკვაში ან იგივე 5 დარეკვაში კურიერი იქნება სხვა ერის წარმომადგენელი თბილისში 10 ტაქსისტიდან 8-9 არის სხვა ერის წარმომადგენელი პაკისტანი, ინდუსი და ესე. რატო? იმიტომ რომ ამ ბიზნესების წარმომადგენლები ამბობენ რომ მე ამ ყოფნის მუშახე და რატო არ ყოფნის ეს მუხაშე? იმიტომ რომ ადგილობრივი მკვიდრები ქართველები წასულები არიან. მე კიდევ სულთან კომერციული თვალსაზრისიდან რატო მივცე მე ქართულს ადგილობრივ სიტყვაზე საათში 5-ს, როდესაც მივცე მე აკერებ ინდუს, პაკისტანს ერთლარ და ორლარს ბიზნესურად ძალიან მაგარია, მაგრამ დემოგრაფიულად და სტატისტიკურად და მოვა ისეთი დრო, რომ ქართველები დარჩებიან უმცირესობა თბილისში. რა ვიცი, თუ მე დამარცხნეს არ დარჩებიან ასეთი პოლიტიკით, მე ხმის ამოღები არა ვარ, მაგრამ ჩვენ რასაც ხედავთ, როგორც ხედავთ, აი ესეთი მიდის ტენდენცია თბილისში და საქართველოში. საშიშროება არის, ხო ფაქტია რომ ჩვენ ისეთ ქვეყნებთან არის ვიზა გახსნილი, რომლებსაც ევროპაში არ უშვებთ, ხო? პაკისტანი, სომალი, ასეთი ხალხი ევროპაში ასეთ ხალხს არ უშვებთ, რა დღეშიანი არა ევროპაში. ხო ფაქტია, ჩვენ ხო არ ვამბობთ, მე ვამბობ იმას რაც არის. საერთოდ ჩვენ დისკუსიებში, ჩვენ ექსპერიმენტი ჩავატარეთ, ყოველთვის ვილაპარაკოთ ფაქტებით და არგუმენტებით. ჩვენ ხო ხაერიდან არ ვამბობთ. უნებრივია ეს ყველაფერი რო გესმის, რო ხედავ, ფიქრობ მომავალი რა გველოდება, მაგრამ ასეთი ტემპით თუ წავიდა ქვეყანა და ეს არ მოგვარდა, რა მომავალი გველოდება? და უნებრივია შიში არის შიში. იმ დროს ერთი პოლიტიკოსი გამოვიდა, არ ვიცი, ასეთი რაღაცა თქვა, მეგობრებო, აი დაფიქრდი და როგორ არანერვიულობდეთ. რატო ნერვიულობდო? Parizio, მთელი ცენტრიო ნაყიდი აქვს თუ არაბებს და არაბულ ქვეყნებს მუსულმანებს ფრანგსო ვერ ნახავ. მაგრამ რა გიდათო? ესო პროცესია, თემსოფლიოში ხდება ეს პროცესია და რა პრობლემები გაქვს? ეხლა მეგობრებო, აი ესეთ რაღაცას რომ მოისმენ. რა ვიცი, არანერვიულდები. ეხლა მე არიში არა, მაგრამ ეხლა რომ მოვდივარ მე უკვე იმაში რა ქვია თბილისში. შეიძლება მიუნხენი წამოვა და მე გავივიდე და გაჩვენე. მე ისიც ვიცი რომ აი გერმანიაში საღამოს
ქალბატონები ვერ გადიან გარეთ. იმიტომ რომ იმის შიშისთვის გარიან რომ ვიღაცა ჩამოსული არაბი თუ ვიღაცა შეურაცხყოფას მიაყენებს. და მე მეშინია რომ ჩემა ქალიშვილმა, ჩემა გოგომ, ჩემა ცოლმა, ჩემა დედამ ასე უკრაკონოდიანოს და ვიღაცის შიშით თბილისის ქუჩებში და საქართველოს ქუჩებში ვერ გაიაროს. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. აი მაგალითად მე ადრესა მაგ გათქვები, რატო აქვს მუსულმან ქალებს ჩადრები, ხო? ჩადრია პრაქტიკები. და თვითონაც ამბობენ, ძალიან ენერგიული ხალხი ეს არაბები, ხო? რამდენი ჩხუბობს, როგორ ჩხუბობს. იმდენად ენერგია, სექსუალური მოთხოვნები აქვს, თვითონ თავის ცდილობენ რომ ვიღაცა კაცმა თავისი ქალის სახი არ დაენახოს. და ჩვენ ასეთი კულტურა ხო არ აქვს. ჩვენ ქალებს პატივს ავსებთ, მაგრამ ალბათ რატო უნდა იცავდეს ჩვენი ქალბატონი სიტყვაზე? ვიღაცა არაბა გაიარა ასე შეხედა და იქ უჩხმიდა და რაღაცეები არ ვიცი. ეხლა მაგრამ ზოგი მეტროს არ არის ეს საშიშროება. მე მიმაჩნია რომ ეს საშიშროება არა მარტო მე, არამედ ჩვენ ისეთი ადამიანები რომლებიც ჩვენზე ფიქრობს, ჩემს ამით ფიქრობს. აი მაგალითად ეხლა მე ტურისტული ბიზნესის ვიღებ და ჩამოდიან ხოლმე ზოგჯერ ესკურსიას რო ვატარებ ხოლმე და ნარიყალაზე რო ამყავს და იქ რო ამყავს. აი ნარიყალა იციან. ესო აქ არაბები ხო იყვნენ 300-400 წელი იყვნენ. და იგივე ახლა გამახსენე ხან ისე ერთ-ერთი პოლიტიკოსს ამთქვა რაო თბილისში 300 წელი იყვნენ არაბებია, მაგრამ ეხლა სად არიან? ეხლა ვერ გავიგე არაბები ველოდოთ ეხლა იმ პროცესებზე იმებს, პროცესება გაუკეთოთ. არ ვიცი, რამე დაგიტოვა თუ რამე ცუდი და სადაა ყველა გახდება. ჩვენ მაგრები ვართ და არ ვიცი რა ჩვენი წინაპრები და ჩვენი მეფეები და მებრძოლები ეს იგი უნდა გაჩერა ტყუილად იბრძოდნენ და ტყუილად იყვნენ ვიშვიში და უიღო ტყუილად ხდა. ჩვენ უნდა შემოვიშვათ ასე უბრალოდ. ეკაცო ყველა არაბი მოვიდეს და ყველა მუსულმანი თუმარია, მაგრამ აქ რო შენ მას მიდვის საშუალებას აძლევ და ცხოვრების საშუალებას აძლევ. გათვლები აქ რა მოხდება 3-4-5 წლის შემდეგ. მე მეშინია. თქვენ ვინც რაღაც არგუმენტები გაქვთ დამისაბუთეთ. ხმის ამოღები არა ვარ, მაგრამ მე ვერ ხედავ ამ რომ რაღაცა ჩვენ ლოგიკასთან საწინააღმდეგო რამით ამიპირისპირდეს, რასაც მე ვთქვი. აი რამდენი რაღაცა პატარა სატუსკიშეს გავაკეთეთ, არა მეგობრებო, რამდენი მინუსი ვთქვი, რამდენი მინუსი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას არ ეთანხმებიან. მაგრამ ჩვენი მხრიდან არ იქნება შეურაცხყოფა, ჩვენი მხრიდან არ იქნება ძალადობა. მაგრამ რა არის გამოსავალი? აი მე ასე მიმაჩნია კულტურაში. მოდი ჩავატაროთ რეფერენდუმი ხო ჩაულებრივად. კითხვა დავსვათ, აწყობთ თუ არა ასეთი ინვესტიცია. და გადაწყვიტოს ეხლა ყველა იტყვის რომ საქართველოს გიყვა და მისი მომავალები იყოს, მაგრამ უმრავლესობა როგორც გადაწყვიტავს რეფერენდუმზე ისე მოხდეს. თუ რეფერენდუმში თქვენს რომ არა პრობლემა არ არის მოვიდეს ეს არაბული ინვესტიცია, მე და ჩემნაირი ხალხი ხმას არ ამოიღებს. მაგრამ მეჭირება არის მეორე გზა, ხეს მოვაწერთ, მოვაგროვოთ ხელის მოწერა პარლამენტში განიხილოთ. ეს არის ცივილიზებული ნორმალური პრობლემა. ეხლა თუ ძალადობა და მიტინგები და ის წავიდა და ეს წავიდა და მინდა ესა. მე არ მინდა და თუ სხვა გზა არ იქნება, ალბათ საზოგადოება მაგ გზასაც აიჩებს. ერთი ასეთი მომხრეებიც იძახიან ხოლმე, აბა იზოლაციაში კიდევ მოხდეს, სხვანაირად ფულს ვერ მოგვაქვს, სხვანაირად ინვესტიციას ვერ ვაკეთებთ. კი, მაგრამ რის ხარჯზე მეგობრებო, სხვანაირად როგორ ეხლა მე დავკახო ჩემი მიწა, ჩემი ტრადიცია, ჩემი ცხოვრების წესი, ჩემმა ბავშვმა ვერ იაროს ქუჩაში, უმცირესობაში მოვჩერდა რატო? მაშინ გავყიდოთ მთელი ეხლა კი მეტყვიან, არა არ იყიდებ, როგორ არა გაყიდეთ, საქართველოს უფრო მეტი მოგება ეკეთება. აი მე რატო ვიცახი, იცი, ეს ძალიან დიდი უკმაყოფილება, მაგრამ დამისაბუთე და ხო შეიძლება ეს მოხდეს ვარმაგიტასთან დაჟდნენ ტელევიზიაში, დაჟდნენ ეკონომისტები, სპეციალისტები, ეხლა ჩემებულად ამ ჩემი არხის საშუალებით ამას თუ ვიტყოდა, წავიდეს ეს სადისკუსია და
პლუს მინუსი, მაგრამ ვერ განსაზღვროთ ყველაფერს, მაგრამ თუ რა ვიცი, მე მაგალითად ამაში ყველაფერში მინუს ხედავ და რა ვიცი, ალბათ ვალდებულება, მთავრობა, ვალდებულება ეს არ გვიხსნა თუ არ მინდა ახსნა არ უნდა და ეს არ უნდა და ეს არ უნდა, მაშინ რა გამოვიდა, მაშინ იქნება სულ რეალია და ჩუბები და უბედურებები და რა ვიცი. იმ ახალგაზრდებს გააჩერებთ აი სოციალურ და ყოფილი ცხოვრებაში რომ პრობლემები ექნება ჩუბი, აი წარმოიდგინეთ რა საშინელები და რა სკოლის წინაშე დგავა. არ ვიცი, მეგობრებო. მე შეიძლება ეხლა გავფრაზდე არ ისა, მაგრამ ჩვენ გამორიცხულია ჩვენ ასე ხო შევთანხმდით, რომ ჩვენ დისკუსიებში ვით სიტყვაობა და ის ემოციური ისინი არ იქნება, მაგრამ გონი რაციონალურად და ასე ჩამოაყალიბე ეს ყველაფერი. არგეთ მეგობრებო, ეხლა დავშორდეთ, მე ძალიან არ მინდა ხოლმე ამ პოლიტიკო და ასე თემებზე, მაგრამ არ მინდა არ არის. საკითხი გადასაჭრელია, გადასაწყვეტია და აი ესეთი ფორმა შემოგთავაზეთ მეგობრებო. მე ალბათ კვირაში ერთხელ მაინც რაღაცა დიდი პრობლემა რო იქნება, ასე გამოვარ ხოლმე, თორე ცოტა საქმე გვაქვს ჩემ ამბავში, იქით 1000 რაღაცა ყოს ამახარდა ის, მაგრამ ვერ გაული, როცა გული გაწუხებ, როცა იცი რომ საშიშროება იქნება, როცა იცი რომ შენ ბავშვებს, შენ შვილიშვილებს უმცირესობაში და იმაში გადავლე, აი როგორ უნდა მოითხოვოს ადამიანი. და მით უმეტეს იცი რომ გაგონება, რომ გაზროვნება, წუნე მიყვები ღმერთისას და არავითარ შემთხვევაში ჩხუბი, ვიშვიში და უშოში არა, მაგრამ ფაქტია რომ უნდა ვიყოთ არად ჩვენ აზრებში და გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ცხოვრება. აი შემიძლია ეს თქვა. და ისევ და ისევ ამატებს რომ ჩვენ არხში არც სიტყვაობა, არც ის იქნება რაც არ უნდა რადიკალური, რაც არ უნდა მიუღებელი თემა იყოს, ჩვენ ყოველთვის ვილაპარაკებთ და გავაანალიზებთ და ნორმალურ ფაქტებში, თორე ჩხუბი და ისა და ისა, მე პირადად ამომივიდა და არ მინდა და ცოტა ვიჩხუბე ცხოვრებაში და ცოტა ვიუმე, მაგრამ ომით და ჩხუბით რომ საქმე არ გეწდება, ესე ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ზოგი ადამიანი ვერ ფიქრობს რა არის საშიშროება, ზოგისთვის ეს არ აინტერესებს, ზოგისთვის ეს არაფერი არ არის, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი იზარალებს იმ შემთხვევაში თუ სწორ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. კარგით მეგობრებო და დაგემშვიდობებით, ისე და ისე ვისურვებთ ბედნიერებას, შფოთვენ საქართველოში ცხოვრებას და ღმერთი იყო ჩვენი ფარული. დანარჩენი ქონებს ყველაფერი კარგად იქნება და მე დარწმუნებული აი ესეთი ფორმატით სატუსკისიო არ ვიცი გაკეთებთ. ეხლა ვინმე გვერდზე რომ მისცეს კარგია, მაგრამ აქანაზე ვადასხმანაერად ალაგობდა. აი ესეთი სატუსკისიო გარემო შექმნათ და პრობლემებზე აი ამ ფორმით გადაწყვეტა და დანარჩენი უკვე თქვენ შენიშვნებსაც მივიღებ გამომივიდა, არ გამომივიდა და დავხვეწოთ ეს ჩვენი სატუსკისიო სივრცე. და ისე და ისე ჩვენი მომავლისთვის და კარგი მომავლისთვის, ისთვისაც დამწყობრება, მეტი რა შეგჩება, არა მეგობრებო. მთავრობის წევრი ვართ, არა ვარ მთავრობის წევრი, იქავართ, აქავართ, მაგრამ ეს ხო ჩვენი ქვეყანა, ეს ხო ჩვენი სამყარო და უფლება გვაქვს, რომ ისე მოვიქცეთ, რომ ჩვენი სამშობლო დავაზაროთ. ყველა დამეთანხმება უფლება ნამდვილად არ. კარგით, აბა მომავალ საინტერესო ვიდეოებში